ბაკურიანში წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა. ზამთრის კურორტი ამ დროისათვის სრულად დატვირთულია. ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს ბაკურიანში დამსვენებლების განსაკუთრებული სიმრავლეა. ზამთრის კურორტს რამდენიმე ახალი სასტუმრო შეემატა. განახლებული საციგურაო მოედნები და სათხილამურო ტრასები. ბაკურიანში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. წელს დამსვენებლებისთვის რამდენიმე ახალი სასტუმროც გაიხსნა. სრული დატვირთვით მუშაობს საბაგიროები. აქ წელს მრავლად არიან უცხოელი ტურისტებიც. ჩვენიერი გარემოა რა, ბაკურიანზე მეტად არაფერი არ მიყვარს, მე სასრია. შესაძლებლობა არის უფრო მეტი. უფრო კარგად იყოს განვითარებული ეს ტურისტული ზონა. თვითონ კურორტი მომწონს, კი, ასათვისებელია ბევრად უკეთესად. Мы приехали из России, город. რუსეთიდან ჩამოვედით ქალაქ ნიჟნი-ტაგილიდან. აქ პირველად ვარ და ყველაფერი მოგწონს. ალბათ კიდევ ჩამოვალთ. ამიტიც კარგია და სხვა დანარჩენი და კმაყოფილი ვართ. Хорошо, погода замечательная. ზამთრის კურორტზე ამ დროისთვის ბაკურიანის სასტუმროებში თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნულია. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ბაკურიანს წელს გაცილებით ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. დამსვენებლის სიმრავლეზე საუბრობენ საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც. გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ იმატა, როგორც მთლიანობაში, ასევე რუსეთიდან იმატა ტურისტებს. სასტუმროები, როგორც საახალწლოდ იყვნენ დაჯაშნული, ყველა ასევე იანვრის ბოლომდე არის დაჯაშნული, როგორც სასტუმროები, ასევე საოჯახო სასტუმროები. დამსვენებელი ნორმალურად არის, კარგად შემოვიდა ხალხი, ეს არის უბრალოდ პირველად თოვლი არ ქონდა ახალწლებისთვის და საერთოდ იყვნენ ჩამოსულები უკრაინელები, მოსკოვიდან ძალიან ბევრი იყო, რუსეთიდან, აზერბაიჟანელები, სასომხეთიდან იყო შემოსული. პრობლემას ტურისტულ სეზონზე კოხტაგორას საბაგირო ქმნის. ტექნიკური პრობლემების გამო რამდენიმე კვირაა საბაგირო გაჩერებულია. ბაკურიანის რწმუნებულის თემურ ბიბილურიძის თქმით, პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება. დიდველის ტრასას რაც შეეხება პატარა ტექნიკური პრობლემა აქვს, ამას გამოასწორებენ ახალ მომავალში და ტურისტი ისე ამოვნებს სრიალით და დასვენებით. საკურორტო სეზონი ბაკურიანში 15 მარტამდე გაგრძელდება. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ზამთრის კურორტზე ბევრი ტურისტი ჩამოვა.